სიცოცხლე მშვენიერია, ღმერთი მოწყალია. გამარჯობათ, მე ნელი ვარ მამუჩიშვილი. მე გავიზარდე ძალიან თბილ და მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ვიყავით მე და ორი ძმა. დღემდე გვაქვს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა. მშობლები უკვე აღარ ამყავს, მაგრამ ოჯახურ ტრადიციებს დღემდე არ ვღალატობთ. გავიზარდეთ ჩვენ რუსთავში. ვიზრდებოდით ძალიან მკაცრად შეიძლება ასე ითქვას. ყოველი გამოხედვაც მშობლების ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველასაბაგრებული უმაღლესი განათლება და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ვიყოთ ჩვენი მშობლების ღირსეული შვილები. მე მარინა ვარდოშვილი, ქალაქ თბილისის 21 ხელოვნების სკოლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი 73 წლიდან. ამ წლების განმავლობაში ჩემ კლასში აღიზარდა არაერთი მოსწავლე, რომელსაც აქვს სხვადასხვა донес мიღწევები. 30 лет я уже знакома с Мариной Вардашвили. С удовольствием хочу отметить, что успехи перекрыли все ожидания нашей школы и нашего города. არის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება ბავშვებისთვის, მას არ აკმაყოფილებს საშუალო და მცირედი, ანუ აი მთლიანად უნდა გააკეთოს მაქსიმუმი ყველაფრის. ასევე პირადად ჩემ შვილს ცოტა არ იყოს წინდა ხოლმე მარინა მასწავლებლის შენიშვნები რაღაცა, მაგრამ მე ეხა ბოლოს ამბობდა, რომ ესე იგი უნდა რომ ყველაზე კარგად დაუკრა მეო. ბავშვის შინაგან ბუნებას და ხასიათს ისე გამოიცნო, ისე გამოგია. უნიკალურად სუფთა ქალია, ისე და ყველა ბავშვი ეთყობა, სანამ ჩემი ბავშვი მიდის, სუფთავდება ყველაფერი მარინა მასწავლებს ასე უყვარს და ჩოთკებით იღებს. ეს აუცილებლად უნდა ხო, ჩვენ მარინა მასწავლებს ეგრე მოწესრიგებული ქალია თვითონაც და ბავშვებიც ეგრე მოაწესრიგა. არ გიწერია დრო? გადატვირთული გრაფიკით ვცხოვრობ საერთოდ. თავისუფალი დრო პრაქტიკულად არა მაქვს. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. და ხუმრობით მეუბნებიან კიდევაც ხოლმე სკოლაში, რომ ბარემ ერთი საწოლიც მოიტანიო აქო და სახში წასვლა აღარ დაგჭირდება, იგივე სახლია. კარგად ვიყავ. აი მონაკვეთში სამსახურის შემდეგ უნდა მოვასწრო, კიდევაც დავისვენო, კიდევაც მივალაგო, კიდევაც საჭმელი გავაკეთო და თუ კი რა ვიცი მეგობრები მემდურიან რომ რა არის უთლა დაგვივიწყე და აღარ გახსოვარ, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვარ, გარეკვის თავიც აღარ აქვს. განტვირთვას ვაკეთებ სამზარეულოში და რომელი სერიალიც მოხვდება იმ მომენტში, როცა სახლში ვარ, სამზარეულოდან რადიოს სახით ალბათ უფრო ვიდრე ტელევიზიით. თან რა თქმა უნდა ინფორმაციაც მაინტერესებს და ესე რაღაცნაირად ეს საღამო დამთავრდება და გავიხედავ და დილადად გავხდე. დასასვლელი ვარ ისევ სამსახურში. და ასე მიდის ყოველდღიური ჩემი ცხოვრება. და საერთოდ ეგრე ვთვლი, რომ ადამიანებს თვითონ უნდა გადაწყვეტოს თავისი ბედნიერი და უნდა გათვალო, უნდა შეეცადო მაინც გათვალო, რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის მოქმედება ან ნათქვამი მერე შემდეგ მომავალში რომ სანანებელი არ გაგიხდეს. და საერთოდ მე მახასიათებს აი უკიდურეს მდგომარეობაში და სიტუაციაში ძალიან სწრაფად ვიცი გადაწყვეტილების მიღება. უცბად მომენტალურადაც მიმიღია ესა თუ ის გადაწყვეტილება და სხვათა შორის არც მინანია არასოდეს. არ შეიძლება ქალის გამოკეტვა 4 კედელში. რა თქმა უნდა, ოჯახსაც მიხედოს, ბავშვები დაზარდოს, ეს ყველაფერი და მოახერხოს. ვთვლი, რომ მაგაში გვაქვს
ახალებს კაცების წინ უპირატესობა, რომ ჩვენ ყველაფერს ვახერხებთ და ვასწრებთ. ეს შეუძლია ყველა ქალს, თუ კი მოინდომებს. Салют! Как жизнь молодая? Ты как? Дружишься? А что ты дружишься? ამ ბინაში მე და ჩემი ქალიშვილი ვცხოვრობთ, აგერუკლი 20 წელზე მეტია, მას შემდეგ რაც დავშვებდი მის მამას. თუმცა გიღა მასთან დღემდე გვაქვს კარგი ურთიერთობა, მეც და ჩემ ქალიშვილსაც. ყველანაირად შევეცადე, რომ ჩემ ქალიშვილს ცხოვრებაში ჰქონოდა ყველაფერი ის, რასაც ვიდეო საჭიროება მისი ნორმალური განვითარებისათვის. ვცდილობდი ყოველთვის, რომ მასთან მქონოდა თბილი და მეგობრული დამოკიდებულება და მე მგონი ჩვენ ამას მივახციეთ და არა მარტო მასთან, არამედ მის ამხანაგებთანაც გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ჩემი ყოფილი მეუღლე გავიცანი რუსთავში. ჩვენ მუშაობთ ერთ და იგივე სკოლაში. ეგ იყო ისტორიის პედაგოგი და მე სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი ვიყავი და იქ მოხდა ჩვენი გაცნობა. ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ 12 წელი, მაგრამ იყო რაღაც ოჯახური მიზეზები, რის გამოც ჩვენი ოჯახი დაიშალა 12 წლის შემდეგ. მე ვთვლი, რომ არ არის საჭირო მთელი ცხოვრება ითმინო ის მძიმე სიტუაცია, რომელიც ზოგჯერ იქმნება ოჯახში სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მგონი, რომ ეს უარყოფითად პირველ რიგში მოქმედებს ბავშვზე და რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე და გადავწყვეტე, რომ ოჯახიდან წამოსულიყავი. საერთოდ არ შეიძლება ოჯახში იყოს ერთ დიახსახლისზე მეტი. ეს ყოველთვის იწვევს უკმაყოფილებას, იმიტომ რომ უფროს ადამიანს თავისი აზრი აქვს, თავისებურად არის ჩამოყალიბებული და ახალგაზრდას უნდა რომ თავისი მეობა დაამკვიდროს ოჯახში, იმიტომ რომ ახლად შექმნილი ოჯახი აქვს, უნდა რომ თავისი ცხოვრება წარმართოს ისე, როგორც თვითონ ხედავს, რა თქმა უნდა, უფროსების დარიგება უნდა გაითვალისწინო ადამიანმა, მაგრამ უნდა გაითვალისწინო და არ უნდა მოგახვიონ თავზე. ჩემი მხრიდან ახალი ოჯახი შემექმნა და გავთხოვილიყავი და რაღაცა ეგ აზრი არც მქონია არასოდეს, იმიტომ რომ იმ მამაკაცისთვის ჩემი შვილი არავინ არაა. რაც არ უნდა იყოს, მაინც ეს სხვისი შვილია და მას თავისი შვილი ეყვარება და ეს ბავშვების კოლექცია ის შექმნა მე სულ არ მინდოდა სხვადასხვა მამაკაცებისგან. რაბოტე. ამუშავეთ. ერვილობ, მაგრამ არა. ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს თავის გარეგნობას, თავის ჯანმრთელობას. მხოლოდ ჯანმრთელი და მოვლილი ქალი შეძლებს აი იმ ყველაფრის გაძღოლას, რასაც ქვია ოჯახი და სამსახური. მე ვთვლი, რომ ქალი ყოველთვის უნდა იყოს კარგ ფორმაში.